რას ფიქრობენ ამ თემაზე თავისუფალი დემოკრატები, როგორ აფასებენ ისინი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას და რა გზებით აპირებენ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას? ამას გვეტყვის ჩვენი პირველი სტუმარი, თავისუფალი დემოკრატების წევრი ნათია კუტივაძე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. ქალბატონო ნათია, გამარჯობა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. 3%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მიღწევადია, თქვენ როგორ ფიქრობთ და როგორი შედეგი იქნება ეს წლის ბოლოსთვის? გისმენთ. მოგესალმებით ელენე, მივესალმები მაყურებლებს, მადლობა აი ამ შესაძლებლობისთვის. მინდა გითხრათ, რომ არსებული და ფიქსირებული ეკონომიკური ზრდის განაკვეთი 3%-ის ფარგლებში თავისუფალი დემოკრატების შეფასებით არ არის საკმარისი და ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის ზრდას. შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის დონეზე ასახვას და სიღარიბის ზრდის მიმართებით ვერ წარმოადგენს კმედითი ინსტრუმენტის შესრულების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, თავისუფალი დემოკრატების შეფასებით ჩვენი ეკონომიკური პროგრამით გათვალისწინებული არის კმედითი ღონისძიებები, რომლებიც ეფუძნება პირველ რიგში არსებული ეკონომიკური რეალობის შეფასებას, რაც არსებობს დღეისათვის საქართველოს ეკონომიკაში, ასევე გაანალიზებული არის ეკონომიკური აკადემიური კვლევები, რომელიც დღეისათვის ეკონომიკური ზრდის და განვითარების ფაქტორების კვლევის მიმართებით არსებობს ამ დღეისათვის და აღნიშნული საფუძველზე ჩვენ გვაქვს შემუშავებული კონკრეტული მიზანმიმართული კვალიფიციური ღონისძიებები იმისათვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის გამოყვანა არსებული სტაგნაციის რეჟიმიდან, ვინაიდან 3%-იანი ეკონომიკური ზრდა ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების არსებული დონის პირობებში შეიძლება განვიხილოთ როგორც სტაგნაციის დონის შესაბამისი და ამდენად ჩვენი მიზანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დისპერსპექტივის გაჩენა ეკონომიკაში და ქვეყნის გამოყვანა აი ამ სტაგნაციის რეჟიმიდან. რა შემიძლია გითხრათ აკადემიური კვლევების მიღწევების გაანალიზების საფუძველზე, რომელიც თავისუფალ დემოკრატებმა გააკეთეს. მინდა გითხრათ, რომ დღეისათვის არსებული ეკონომიკური ზრდისა და განვითარების კვლევების მიმართებით მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც განსაზღვრავს და პრაქტიკულად განსაზღვრავ ფაქტორად, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის დონეს, აი აქ გადამწყვეტი ფაქტორს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკური ინსტიტუტების ეფექტიანობა. იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარებაში გაჩნდეს ეკონომიკური ზრდის და განვითარების ტენდენციები, შესაბამისად აუცილებელია ეკონომიკური ინსტიტუტების ძალიან თეორიული რომ არ გამოვიდეს ჩვენი საუბარი, ქალბატონო ნათია, რომელი ინსტიტუტების, ასე ვთქვათ, მუშაობით ხართ უკმაყოფილო ამ შემთხვევაში და რომელი ინსტიტუტების გამართვას აპირებთ? ესე იგი, თავისუფალი დემოკრატების შეფასებით ქვეყნის ეკონომიკური ინსტიტუტების, როგორც ეკონომიკის, ისე ფინანსთა სამინისტროს თანმიმდევრული და კვალიფიციური გადაწყვეტილებები ბოლო 4 წლის განმავლობაში ვერ უზრუნველყოფდა სასურველი შედეგის მიღწევას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართებით. ეკონომიკურ პოლიტიკაში მიღებულმა არათანმიმდევრულმა და არაკვალიფიციურმა გადაწყვეტილებებმა, რომელიც ხშირ შემთხვევაში იყო გაუაზრებელი, არ იყო სათანადოდ შეფასებული ამ გადაწყვეტილებების მარეგულირებელი ეფექტის ზემოქმედება, განაპირობა ის, რომ მთავრობის მიერ მიღებული რიგი გადაწყვეტილებების შემდგომ მთავრობა თავადვე იყო იძულებული ამ გადაწყვეტილებების გაუქმებაზე მიიღო გადაწყვეტილება, ან კიდევ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ჭიანურდებოდა, როგორც იყო შრომის კოდექსთან დაკავშირებით, გადამზიდავების ბაზარზე დაკავშირებული პრობლემები, სადაც დაანონსებული რეფორმები გაჭიანურდა გადამზიდავების ბაზარზე, მაგალითად, დღემდე არ დასრულებულა 3 წლის წინ დაანონსებული რეფორმა. ასეთი გადაწყვეტილებები ასევე აი ამ რიგის გადაწყვეტილებებს შეიძლება მივაკუთვნოთ ასევე სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებული გაუაზრებელი გადაწყვეტილებები, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეცდომები. ყველა ამ გადაწყვეტილებებმა გლობალურად თუ შევხედავთ, მოახდინა გავლენა საინვესტიციო გარემოს დაზიანებაზე და შესაბამისად შეაფერხა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. თუმცა თავისუფალი დემოკრატები იყვნენ კოალიციის წევრები. ანუ რას აკეთებდნენ თავისუფალი დემოკრატები მაშინ, როდესაც კოალიციის წევრები იყვნენ, რომ ეს შედეგები არ დამდგარიყო? აი, რატომ უნდა ენდოს ამომრჩეველი თავისუფალ დემოკრატებს, რომ ისინი ახლა შეძლებენ იმ შეცდომების გამოსწორებას, რასაც ხელი ვერ შეუშალეს მაშინ, როდესაც მმართველი ძალა ერქვათ?
მინდა გითხრათ, რომ თავისუფალი დემოკრატების კოალიციაში ყოფნის პერიოდში ჩვენ არ ვიღებდით პასუხისგებლობას ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, ეკონომიკურ გუნდში არ იყო თავისუფალი დემოკრატების მხრიდან ქმედითი გადაწყვეტილებების შესახებ მიღებული შესაძლებლობაც არ არსებობდა. შესაბამისად, გარდა ამისა, კოალიციის დატოვების შემდეგ თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკურმა გუნდმა მნიშვნელოვანი გადახალისება განიცადა. ამ მიმართულებით შემოუერთდნენ ახალი ძალები გუნდს და შესაბამისად შემუშავდა კვალიფიციური და მიზანმიმართული ეკონომიკური პროგრამა იმისათვის, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გამოყვანას სტაგნაციის რეჟიმიდან. ამ მიზანმიმართული პროგრამის, ესე ვთქვათ, ყველაზე ხმაურიანი თემა არის 500 ლარიანი მინიმალური ხელფასი, რომელიც ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან რეალისტურად არ ჟღერს. აი, შეგიძლიათ გითხრათ კონკრეტულად რა გათვლებს ეყრდნობა 500 ლარიანი მინიმალური ხელფასის თემა, ქალბატონო ნათია? მინდა გითხრათ, რომ ეს თქვენს მიერ დასახელებული კონკრეტული დაპირება, თავისუფალი დემოკრატების კონკრეტული დაპირება არ წარმოადგენს ერთადერთ დაპირებას. ჩვენი ეკონომიკური პროგრამა წარმოადგენს მიზანმიმართული და თანმიმდევრული ეკონომიკური გადაწყვეტილებების ერთობლიობას, რომელმაც მთლიანობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციის რეჟიმიდან. კონკრეტულად თქვენს მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება, ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება ქართული შრომის ბაზრის კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ დაბალი ხელფასები წარმოადგენდა პრობლემას ქართულ შრომის ბაზარზე და ამავე დროს გაანალიზებული იქნა აკადემიური კვლევის შედეგები და მოწინავე საერთაშორისო გამოცდილება ამ მიმართებით. მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ხშირ შემთხვევაში უთანაბრობა, რომელსაც განაპირობებს ეკონომიკური ზრდის შედეგების არათანაბარი ასახვა ქვეყნის მოსახლეობაზე, უთანაბრობა ხშირად შეიძლება დაიწყოს შრომის ბაზარზე. აქედან გამომდინარე, კოჰერენტული შრომის ბაზრის პოლიტიკა, ეკონომიკური ზრდის და ყოვლის მომცველი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის ერთ-ერთ ინსტიტუტად არის ახმული, ერთ-ერთ შესაძლებლობად არის ახმული აკადემიური კვლევების შედეგების მიხედვით. თუ შეიძლება დავასრულებ. რედისტრიბუციას აპირებთ, ანუ ხელოვნურად უნდა გათანაბრდეს ეს ხელფასები? ამაზე საუბრობთ ახლა, იმიტომ რომ აკადემიური ენით საუბრობთ და ჩვენი მაყურებლისთვისაც რომ გასაგები იყოს, თუ გულისხმობთ კონკრეტულად ამას, რომ ხელოვნურად უნდა გათანაბრდეს ეს ხელფასები. ჩვენი შეფასებით განისაზღვრება ისევე როგორც განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში და სოციალურად ორიენტირებული ქვეყნების ეკონომიკების უმრავლესობაში, საკანონმდებლო დონეზე დადგინდება მინიმალური ხელფასის ოდენობა სრული კვეთით დასაქმების შემთხვევაში თვის განმავლობაში კონკრეტულ დონეზე 500 ლარის დონეზე შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ როგორც კერძო ისე საჯარო სექტორის დამსაქმებელი დაასაქმებს დასაქმებულ პიროვნებას სრული განაკვეთით თვის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს. ანუ შეუძლია მხოლოდ ეს 500 ლარი გადაუხადოს. დიახ, კანონმდებლობით იქნება დადგენილი, რაც პრაქტიკულად განაპირობებს ვალდებულებას დამსაქმებლის მხრიდან, რომ აი ამ განაკვეთზე დაბალი დონის ანაზღაურება არ გასცეს დასაქმებულზე. კარგი, დიდი მადლობა ქალბატონო ნათია, თავისუფალი დემოკრატების წევრი ნათია კუტივაძე იყო ჩვენთან პირდაპირ ხაზზე ეკონომიკური ზრდის პოლიტიკაზე და თავისუფალი დემოკრატების შევძლებთ ხედვაზე საუბრობთ პირდაპირ ეთერში, ბუნებრივია, ამის არაერთხელ შესაძლებლობა გვექნება, მათ შორის დებატების ფორმატშიც. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი.